მშვიდობისა, ჩემო კარგებო. დღეს გამოვიდე მზე გუშინ ხამე, კაი მაგარი წვიმა გქონდა. ესეც ჩემი მოხვედილი ეზო, მე დავამთავრე გუშინ იქ მოვაგროვე, უნდა წამეღო და დამეწვა და მერე კაწვდა. მერე საღამოს თლად უარესად გამიწვიმდა. უფ, ერთი წუთით. ჩვენი სოფლის ეკლესია. მე ჩემ ეზოში რა ჭრტილია, ერთო დამიწვი. ღაზიაში ვერ გახვალ ადამიან. მოვედი. ეხლა 11 წუთი ეხლა უნდა დავდივ პირველი ყავა. ამდენი ხანი ყავა არ დამიმედი. ადრედინდან მოყოლებული ყავა არ მაქვს. პატარა ჭიქაში ვიდუმებ მოეც. და დღეს მაგას იცხე იქნება ეთქვა. და საქმე უამრავი. ეს ტილოები დიდად ვერ წმინდავს. ია, ხალხსა ვიდელია წმინდა. წყალი დამეთო და დირც ძალიან უჭირს. გონია რომ აწმინდი და არ არის წმინდი კარგი. Going to dad is balakh is sapani. Akamovidi subta khayerze qavilebtan. Ak davleb qintalat qavas. Adre gevdik. Ძალიან ადმარტი მაგილი თողებში. მე ვარ გამოვხიზლებული და ისა ამდენინის მერე ეხლავს ყავს მინდოდა მაგრამ ვერ მოვახერხე მე რაც მაღაზიაში გავიდი არცერაფერი მეკიდია საქმე მქონდა აქ არაფერი არ არის ისეთი ძველი დავარია და ნაგვერი დებით და ძალიან სიძვირია კი მაგრამ ეს ცხელდა დივიდა ვიცი ახალი ისეთი არაფერია ყოველდღიური საქმე გუშინ მქონდა დილიდან დაწყებული ცოტა გადაღებული მაგრამ ვეღარ დავამთავრე ბოლომდე ძალიან ზარმაცო ვიფიქრე ის რაც გადავიღე იმას დავდექნით და ისიც არ დამიტვია მე რაღაცას გადამავიწყდა ჩემი გრუპა მოსული გავიდა დრო და ავიცი ძალიან გვინაც ვფიქრობდი და მეტომ არ მიმჩა კიდე მიმჩა და დღეს ახლა აღარ ვაპირებ იმის დადებას ამაზე მევიმას ეს რა დღეს დღევანდელი დღით გადავიღებ უშენ გვიან ღამე გაგვიჭიმდა საკმაოდ ეს 3 დღეა სადღაც 12-დან პირველ საათამდე შუალედში გვიციშავენ დენს
მინიმუმ 5 წუთი რატო აკეთებენ ამას არ ვიცი ესე გვიან თიშავენ ერთი დღე იყოს 32-ზე გაათიშეს და ეს დანარჩენიური დღეა პირველ საათზე რა თითქმის რაღაცა მაგ შუალედში თიშავენ 5 წუთით ხო და ახლა გუშინ აღარ ავდექი იმისთვის რომ სანთელი ამით და უცადე და მოვიდა 5 წუთში მანამდე ეს ქვენი სანთელი ხომ აღდა ვანთებ ხოლმე და მეგონა დიდხანს გამოირთვებოდა და არ გამოირთვოდა ასე ღამე რატო თიშავენ არ ვიცი ახლა გუშინ მერე ეკლებოდათ მიზეზი მანამდე კაი ამიდები ქონდა და მაინც თიშავდნენ და ახლა გუშინ შეკაკოხილი იყო ჩოლობლუ კაი წვიმა იყო ასეც ქვია ახლა მაგას მეაბრალი ვიყენებ მაგისთვის გამორთენდი ამდილესაც გამოირთვის ხოთა შორის ეგეც 5 წუთი რა მკითხოს ერის რაღაც მეკავება ჩვენთან იციან ხვირი ასე რომ გიქავება სტუმარი მოვაო ხშირად ამართებს მოეჭველი ვიღაცა მაინც მოვა მეზოფილი იქნებანა ლოფელი რა ვიცი ჩვენ უნდა ესამაიცის გამოვლა ხოლმე და აქ საუბრს ყავას აქსონს ეხანი აღარ შემოუვლია და მოვაძი ეგეთი ამბები ჩემ თეთრი ბალბა აყვავდა წითლები არ ფიქრობს სულ არაფერს წითელი ბალბა ვიცი რომ ძალიან სათუთი მოსამლელია და გასახარებელია თეთრები თავისით რა არ უნდა გადაყოლა თავზე და წითელი ძალიან უჭირჩებთან მე როდის ვიყავ ხალხა თბილისში აპრილის ბოლოს ჩავედი მაისშიც კი მთელი თვე მაისი იქ ვიყავი ივნისში ჩამოვედი მანამდე ის ერთი თვე და ცოტა მეტი რა ვიცი მე სულ სიცივეები იყო სულ ცუდი ამიდები იყო და რა ვიცი რომ ხედავდი ხალხს აივანზე ქონდა ეს ბალბები იმდენი რომ თვალს უხარო და მის დანახვა იყო ფერადები წითლები ძალიან მიყვარდა აი მე რამდენი წითლები ქონდნენ უამრავი გაშლილი რა ვიცი ჩემთან რატო ასე არ იშლება არაფერს დიდებით აი წითლები გადაყოლა უნდა თავზე მაკყვავიდებს მე ვერ გავახარე წითელი თეთრები კი თავისით იმაშულა მიყვარს ფერადი ბალბები ძალიან წითელი განსაკუთრებით ვარდისფერიც კარგია გალაკია ფერიც კარგია სტაფილოს ფერიც ძალიან მომწონს თეთრები ხო არის და არის თეთრებს დედოფალს ვეძახი რაღაცას მივარდი ეხება და ჩხამი ლურჯდა უხას ძალიან ადვილად მეტყვება ისინი რამეს თუ მივეხლებიან ასე რაღაცა შემთხვევით ეგრევე მინუჯდება კაპილარები ეგრევე წდება ულით ასე სამაგერით იმუნიტეტი მაგამომჟებული კარგად იყო დრო რომ სულ ცოცხლიანი ვიყავი სულ ადვილად ვცირდებოდი და მადლობა ღმერთს ისეთი იმუნიტეტი გამომჟღავდა და ის რაც გავაკეთე მაშინ ხალხური მედიცინური შოქსა და ხო არის რომ მაინდა-მაინც ყველა ის არ ამართლებს და რაღაცა დროის შემდეგ კაი ხანს ვაკეთებდი ზუსტად რამდენი ხანს ვაკეთებდი არ ვიცი ხო და მე რაღაცა დროთა განმავლობაში შევეშვი რაღაცა ბუნებრივად შევეშვის გაკეთება და აღმოაჩინე რომ იმუნიტეტი მართლაც ისეთი ჩემყალიბი და ისე ადვილად არ ვცივდები ისე სიცივეზე ყველა წუთში რაღაცა ისე ვარ უკვე გაკაშებული და გამაგებული მე მგონი არაფერი იგერ და შემაშილებს მე თვითონ ექცხოვნა სიცივეს ისე ადვილად აღარ ვცივდები და მადლობა ღმერთს ამისთვის სიცხე წარმაძმეს დასტაბარი ყველა იმაზე მოვშვებოდი წარმოაზროთ გრიპი მიმართებოდა, სიცხე მიმართებოდა, რა ვიცი. ძალიან ადვილად ვცივდებოდი თან, იმიტომ რომ გლანდები მაქვს მე და არ მაქვს გამოჭრილი ბავშვობაში. მე დამტოვენ, ჩემთან გამოაჩენ, ორივე მივიყვანეს ერთად და მე დამტოვენ. ხო და დამჩა ასე და ამ გლანდებმა ისე გამააწამა მთელი ცხოვრება თითქმის, რა ვიცი, სულ ადვილად ხო ხეზიანდება. ეგეც ჩამიდგა რა. მე ვაპირებდი თბილისში რომ ვიყავი ოპერაცია გავიკეთე მაშინ ერთი მაყავთ გარანტირება რომ არაფერი არ მიდიო იმ ოპერაციის მერე მინდოდა გამიკეთებინა და რა ვიცი სხვა იქ არ დამანება და დაუჯერდა დამჩა ასე არა მოიღო პრობლემები არ შეგექონოს საერთოდ თუ არა მოიღებ კაი იქნებაო და
მართლაც მე ესეც ჩამიდგა, მაგრამ რამდენიმე წელი მაგრამ მაწვალა, იმიტომ რომ სულ სიცხეები მქონდა და სულ რაღაცა და ბოლო იმუნიტეტი გამომემუშავდა. ეს გრანდები იმიტომ არის კიდე კარგი, რომ თვითონ სხვა დაავადებას, მაგრამ ჯანმრთელი უნდა იყოს გრანდები, ჩირქიანი ხო არ ვარ გარაფერი და ისა სხვა დაავადებებს, აჩერებს, აფრკოლებს ეს დამცავია ჩვენ. და ბავშვებს მასიურად რო ჭრიდნენ ადრე იყო კიდე უფრო არ არის მიზა შეწონილი თუ არა წუხებს არ უნდა ამოჭრათ, არ უნდა მოკვეთოთ. ზოგს კიდე ცხოში აქვს საშინელება, აქაც აქ და ცხუშიც აქ. კიდევ კარგი ცხოში არ მქონია. და არ ჩემთვის არ გამოყვა იქ ცხოში არა. მოკლედ ეგეთი ამბები. ეგე. მეტი მართლაც გამომუშავა იმა თაფლი იყო და ნიორი და ვაშლის ზმარი. ერთმანეთში უნდა მესვარა ერთი ფინჯანი თაფლი, 30 კბილი გარჩეული ნიორი და ერთი ფინჯანი კიდე ძმარი ვაშლის. და სულ მაღაზიის იმას ვიყავდი ხალხი. ვაშლის ძმარს, ოჯახის ვაშლის ძმარი ხო უფრო ის არის და იყოს. იქ ნაღდი არ არის, მაგრამ ისე კარგად გაამართლა იმ ვაშლის ძმარმა, რომ რა ვიცი, მე ჩვენი გამომადგა მე. აკეთებდი მაგას და დილას უხდო დაუგზნოზე 1:30 წუთით ადრე მიგებო ერთი კოვზი უბრალოდ სითხე ნიორი არა და რა ეთაფლი კი აუგე გახსენით ზმარში და მე ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. კაი ხას ვაკეთებდი. მე ჩემი შვილი მეჭყვება და ისინი ვირისუნი აგრის დილას რაც არ უნდა იყოს მაინც ისეთი აქვს თავისი ისე არ და მოაკეთებოდ ძალიან დიდხანს გავაკეთე მართლა. გაამართლა. რატო შევეშვიდე, რატო რაღაცა ის ფენი, რატო რაღაცების გაკეთება უფრო უკეთესად ვიყავი, არ ვიცი. დროთა განმავლობაში რაღაცებს ისე შევეშვიდე, აღარ ვაკეთებ, ახლა რომ გამახსენდება, როდის მივანებე თავი, რატო დაანებე, რატო აღარ ვაკეთებ ისე ძველებურად. ოხ მამალო, მამას დრო არა აქვს. დილაში ვადღე, თელი დღე ხო ყივის და ყივის. ქათამათ უკვე ერთხელ თუ აგიც აყოლებული ასე. და გნიასია ჩვენს ეზოში, ყველა ქათამ ერთად ყვერის მერე. იპატარა ჭიქები მიყვარს, ჯერ სიმხურვალეს უფრო ინარჩუნებს. დიდში ასე ვერ ინარჩუნებს. დიდხანს რო ცივდება ადვილად არ მიყვარს. ასე გემოსაც კაის იკავებს უფრო. უკვე მალე აგვისტოთი წავა. იმედია სექტემბერი თბილი იქნება და ოქტომბერი. ორი თვე მაინც იყოს კიდე თბილი. არ მინდა მალე დაზამთრება. არ მინდა ისი აგრილდეს რომ შევიცვიდეს, სიცივი არ მომოყვებოდეს სიგრილეს, თორე სიგრილე თავისთავად ასია მოახლა. ვაზრო სიცხე არავის არ მოწოს. მაგრამ თბილი ამის მოყვარული ვარ. და ჩემი ზღარბენი ეს ზღარი ეს კიდე მომეცინებია. სულ ორ წყალ ყველა მეორე დღეს ამგვარებებს. ჩემი ზღარბუნი არ მომიწყია. იგი ეს არ მომიშორები, არ მომიჭრია. მაგრატელი ვერ მომიტანია აქეთ. აი, აღარეთე ამაში ხელა გახდა. გავანთავისუფლეს თავისი შვილებიდან და ძალიან გადაიისქნა. უკეთესია ახლა. ამის შვილები მეორე ქოთაში გადავდგე მაშინ და ეხლა უკვე ისინი ძიდებია და იმ დიდ ქოთაშიც საში აღარ ეტევია. ოთნის დეფიციტი. სუპი მინდა ერთი გავაკეთო ხალხო, სუპი მინდა ჩემთვის, წვნიანი მინდა კი ვაკეთებ რაღაცებს, მაგრამ ის არ არის ისეთი მინდა სუპი. რო კრეჩი ხარ მოუხარშლომელი და ამასთან ერთად მივირთო.
ხოდა მაგას ვერ დავაყენე საშველი. მე მეზარება ერთ კერძს რო გავაკეთებ, აგერ მეორე ჩემთვის სხვა უნდა ისე ოჯახისთვის ერთიანი კერძი უნდა გავაკეთო რაღაცა და მე მეზარება უკვე. ჭადი ყველა დღე მაგამოსაცხობი, ეგ ცალკე მიშლის ნერვებს ამ სიცხეში. ყველა დღე ჭადი უნდა დავაცვო. ახლა 12-ის დღე დავიწყებ. დავაგრა. ძაღლებსაც უნდა ჭადი და იმიტომ. მე და დავიწყებ კეთებას, მაგრამ მე რომ ვიწყებ უკვე კი ეგ აი სიცხე. გასთან მithumetes ცხელამა. ისაა. ზარეცხი რაღაცა ცოტა კიდე მაქვს. ყველა დღე მოიცემდება რაღაცას ზარეცხი. გუში მინდოდა გამერეცხა და ვიცი დღეს გავრეცხა. ცოტა დავაგროვო მეთქი. არ ვიცი, ჩემს რეცხ მანქანას რაღაცა დაეწყო. მე მგონი რეზინის ბრალიაში ვიდრე რეზინა. არ ვიცი, რემენიაში რაღაცა ესეთი თუ გაწმენდა უნდა და რამეა დაგროვებული, არ ვიცი, რომ რეცხა. დაამთავროს რეცხოს გამოვაღებ. იმას და კვამლი გამოდის ჩუულებრივი და არის საშინელი რეზინის სრული. რაღაცა იმაშუება. მე გაწურის დროზე ხო ძალიან სწრაფად ტრიალდება და ფიქრობ რაღაცა რეზინის რემენი, რაღაცა შვება ამას. რა არის, არ ვიცი, ჩუულებრივი რეცხავს რა ვიცი, მაგრამ ზოგჯერ სულ ყველა მაგარი რიცხვაზე არ შვება. რა საშინელი კვამლი გამოდის რეზინის სრუნით. ჯერჯერობით ცოცხალია ჩემს საერთო მანქანა და მე ვიცი რომ კიდე ქვევით რაღაცა რუაქის უნდა გამოაყოდე იქიდან და გაწმინდო იქ გროვდება ნალექით წყალს მაინც თავისი ისა აქვს და ის გროვდება არ ვიცი ჩემით გახსნა გამომწმინდო ორი სიბრალი არ ვიცი ყველაფერზე მოხელის მოგვანამის ძვირიჭდები. ჯერ ძალიან და მე გართმევები. ერთ პატარა რაღაცა საქმეში შეიძლება არის ცუდი მწუთას ვერ მიხვდე იმის გაკეთებას რა უნდა ვიტყვე და შვებიან და მაინც ვერ ვთხოვე. მე კიდე რამდენი საქმე მაქვს. გუში ფოთლები უნდა დამეწვა და დღეს რაღა დაწვავს იმას. მე მოვაგროვებ და გადავყრენ ამის უბნაში ჩავარდები. მე მოვინდო მე უკვე მოგროვებული მქონდა და უკან წამომეღო და კაკრის უკან დამეწვა იქ. მაშინ დაასხოწმომ და აღარ გადაიღო. მე მოვასწარი მაგის დაწვა. ჩემთან წინამ არის ბევრი ხეები და ზოგს ეზოში წინამ არა აქ ხეები და იმიტომ არ ყრია ასე ფოთლები და ჩემთან სულ არის ფოთლები. ერთი განსაკუთრებით თუ არ მოხვედე, არ ვარ და ყველა მეორე დღეს მაინც იმდენი გროვდება, რომ რა ვიცი, არ მოხვედო, სირცხვილი წია, ამდენი ფოთლები ეზოში გიყაროს. უკლეთ ასე ხო კიდე ერთი მან დამიწერა ადამიანმა კომენტარი რომ ისო შენი შვილიც თან ერთად გადაიღო ჩემი შვილი ხო მაგაზე არ დამთავრდება იმიტომ რომ თავიდან არ მოხია აქ მონაწილეობა და მე ვიცი რომ არის ზამს მაგას სხვანაირი ბავშვი არის ესეთი რაღაცა გამოჩენა დაждომა და ის თავიდან რომ მას რომ დონდა თავიდანვე გამოჩნდება და თვითონ თავის ინიციატივით ისევდა მაგას არ უნდა მე კი არ ვუშვი და რამე დიდი ბიჭია წესით ახლა ის უკვე. ის კიდე პატარაობიდან რო იყო ბავშვები მაშინ YouTube-ში მშობლები ვაჩვენ აჩენდნენ.
კარგად იცით, მე რო წამოვიზარდე, არც იმად აღარ მოიწონა და ბევრმა უარი თქვა გამოჩენაზე. ხდება ხოლმე ასე ზოგი ბავშვს არ აქვს პრობლემა, ზოგს აქვს და ჩემს ახლა თავიდან მე მარტო მოვედი, მე თვითონ წამოვიწყე, მას არ მიიღია მონაწილეობა და არც მაშინ გამოვთქვია სურვილი სხვადასხვა. არ უნდა. ას რო უნდა და თვითონ გააკეთებდა კიდე. ას ამდენ ხანს გააკეთებდა ჩემს ზიარდზე. მე ხაზარი კი ვერ დავსვამ და ვერ იმარშავ. პატარა კი არ არის. მე პატარა რომ ყავდა და იმ პერიოდში ვცოდნოდა მე საერთოდ არც თუ შესაძლოა არც რაღაცა ასეთი შესაძლოა და რო შემხდებოდა თავიდანში ახლა მე მივხვდი რომ ყოფილა ისე ბლოგერი ერთი აზერბაიჯანი მოხუცო ფონს უყურებდი რომ ეს კერძებს აუცილებლად აკეთებდეს ქალბატონი და არ ვიცი რატო დებდა და რა იყო საერთოდ ეს რაღაცა ისე უყურებდი რა არ ვაქცევდი ყურადღებას რა ეწერა და მე ქართველები შეხვდა 1 2 თავიდან იქაც ვერ მივხვდი მაგრამ მე მივხვდი რომ წუწავი კითხე კარგად გავანალიზე თურმე ერთი ძველი ვიდეო მინახია როდის იყო და სათაშდება კომენტარიც და მე მივხვდი რომ ის ხო ძველი ვიდეო იყო და რა ვიცი ერთი შემხვდა მეორე მესამე რატო დებდნენ ვერ ვხვდებოდი რა იყო გადაღების მიზეზი და მე მივხვდი რაც იყო კარგად წავიკითხე შევხედე რაღაც ესე ზერელად ნახულობდი რა ასე და პირველად კარგად ახლა ყველაფერს არც ვკითხულობდი და არც ვაკვირდებოდი რო შემხვდებოდა ძალიან მიკვირდა ეს ადამიანები რატო იღებდნენ ამას ვინ რა ხდებოდა არ არის კიდე სწორი რომ ადამიანი როცა იღებს და რაღაც დამსახურებლად მოვარდება ვიღაცა გალანძღავს და ამცირებს თუმ ისე მეტია რა ვიცი ყოველდღე მეუღებელია აი ეს ადამიანები მაკვირებს სიკეთეს რო საუბრობენ და ხაღადობენ და საპირისპიროს რო აკეთებენ აი უწყინარი რაღაცა არაფრის გამო რო დამესხა ეს ბლოგერი თავზე მე მეორე მაყვა იმათ მე არ უყურებ ბიბლიოგილი მყავს არასოდეს არ უყურებ და ერთი ადამიანი გავუშვი კიდე პასუხიც არ გამიცია იმიტომ რომ დააშავა ძალიან ენის მიტანა ძალიან დიდი საქციისა ცოდვა სხვათა შორის არ არის სწორი საქციელი ხო იცი ყველაზე მეტი ენის მიტანმა დააშავაო და არ მითქვია მე არ მიხსენებია საერთოდ და იმ ადამიანებს არ უყურებსიო ერთხელ რომ მიცემ ადამიანს შანსს და ის იგივეს გააკეთებს საერთოდ მართლა არ უნდა მიცე შანსი და არ უყურებ საერთოდ. მე არ მაინტერესებს ბლოგერი მყავს. შეიძლება ისე ამომიგდოს, მაგრამ არა მოუნდია ჩემთან. არავითარ შემთხვევაში. ისე არაფრის გულისთვის მაწყენინი, ისე არაფრის გულისთვის დამესხნენ თავს და ისე შეურაცხყოფა მაყენინი ყავით. აშენ ეს ულადრე და ერთი კიდე ეხლა ძალიან კაი გულით ვიყავი, ძალიან ისე პირაჩიც ვყავდა გამოწერილი, პირაჩიც ვყავდა და მეგობრებული, შეეძლო იქ ეთქვა მას ჩემთვის რაღაცები, მაგრამ რაღაცა მის დაუნებურად თუ რა ვიცი მე რა იყო. მაწყენინა და ეს ქვენი და ამაზე რა თქმა უნდა დავასახელებ მე ამდენი ხანი არ მithქვი და დავასახელებ ამას. მაგრამ დავხურე მასთან ყველანაირი კავშირი. მე ასეთი ვარ. არც იქ მინდა და არც აქ მინდებსიო. მეგობრების სიმრავლეს რაღაცა ეს არაფერი აზრი არ აქვს. რაღაცა იმათ. მეგობარი და ადამიანი უნდა იყოს. რა აქ რამდენი მეგობარი მეყოლება კიდე YouTube-ზე, მაგას მე ადრე ყველას მეგობრები ხალხო ნაცნობი უცნობი რომ გამომიგზავნი და სიმრავლეს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი რეალურად მეგობრები ვერ იქნებიან, არ იცნობ ადამიანს. არც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი იქნება იქ. ზოგი კიდე ახლა ძალიან კაია, სულ არ აჩენს თავის მეგობრებს ისე გაკეთებული, რა სავალდებულოა. გახდები მის მეგობარი და დაინახავ. Instagram-იც მაგ გაკეთებული, იმიტომ რომ ჩემ შვილს აქვს და მას რომ მიდიოდა და რაღაცა მჭირდებოდა და იქიდან უკავშირდებოდი და მან გამიკეთა თვითონ და მაქვს.
არა არც იქ რო გითხრა ხო მეგობრები არ ყავს არავინ არ ყავს გონია მეგობრებული არ ვიცი ჩემი ფილმა რა ხდა მე რა და იმადა და რა ჩემი მაზეც იმაშვება რაღაცებს არავინ არ ყავს ადრე მქონდა ეგ ინსტაგრამი და ძალიან ისეთი იყო ის უპირველად რა ვიცი არაფერი მანდ არ ხდებოდა რაღაცა ისეთი ნაირი იყო რაღაც ახლა უფრო გააქტიურებული მრავალფეროვნებაა და ვინ ამოვშალე რა თქმა ამდენი რაღაცა იაო ტლანკო ეს ლაკ მოდის ახლა მაგიდის ქვეშ დაწვა გრილდება პლოშადზე წავედი ყველა შუბია მერმელა შეუდგეს აქნეს დაიჯდომა და ყავა აია მაგრამ მეტრეს არ გვარგია დინი რამე მაგასაკეთებელი ბაი მე მთელი დღე ომი არ ვიცი დღეს რა ვიცხიო 6 თვეში კარგად ეგეც არ შევსარვაში მარიამობა ხო ეკლესიაში უნდა წავიდე სანთელი ამანთო ძალიან მინდა მარიამობაზე გავიდე მგონიოს და პარასკევში წევს რაც ასე მახსოვს პარასკევში შაბათს არ წევ მგონი უფრო პარასკევში წევს ფრინავს იმდენი რეისები სრულდება აქ დადის სულ აი ჩვენ ხაზზე აქ ახლოს გადადის გადმოდის სულ აქედან დადის იმის ქუთაისის აეროპორტისთვის ფრინავები კოპიდან არ ზიშდება წესით კოპიდან არის ჩვენთან უფრო ახლოს არც შორს არის და არც ისე ახლოს არ კიდე, მაგრამ მაინც ახლოს ითქვა რა. და მაგ იმაზე კოპიტნარზე რო შუქურა იქნება, ახლა ხებია და ის არის კაპოტლი და როცა შემოდგომა და აღარ ცხები ესე პოტლებია ძალიან კარგად შეციკრო შუქურა იქნება. ამ ხრიდან აი ესე რომ გახედავ ზოლზე, აქედან ის რომ ანათებს ჩვენთან ჩანს. ის აეროპორტს რო ის აქ რაღაც გაკეთე კოპიტნარის ის რო ინთება ხამე ჩვენთან ჩანს. მოკლედ ასე. კითი ამბები ვაიმე რა საყვარელი ჩიკებია. წავედი ვაიმე ნახევარ საათიანი გახდა ჩემი გადაღება. ცდები რამე დავამატო კიდე რა გადავიღე. ზოგჯერ ერთი და იგივე ყოველდღე უბრალოდ მოსაბეზრებელია. მოგესალმებით. ამ სიცხეში რომელიც გააკეთებ ახლა საჭმელს გაზზე. აი ხომ არის რომ არის მაგარი სიცხები როცა დაიწყება ანთმოდა აგვისტოში ადამიანები აღარ აკეთებენ ამ წყელებზე და რაღაცა სალათებზე არიან ხო. ჩემთან მაინც გასაკეთებელია. მაინც საბა იმაზე არავინ ჯერდება და მაინც გაზზე რაღაცა სატრიალებელია სულ. ჩვენ სახლის კარტოფილი არის გემრიელი აკერახო ჩემს სამომიდან და მის ეზოში დაწესილი კარტოფილი. როიწება არის წითელი ხდება უფრო წითელი რაღაც წითელი შეფერულობის ხდება ძალიან და კარტოფილი არის უგემური. არ არის გემრიელი კარტოფილი. სიტყვოდა რამე კი არა, მაგრამ რატო წითელდება ისე არ ვიცი, რაღაცა ფერსიც ისე ძალიან წითელია, თორე თვითონ კარტოფილი გათვლის დროს ეგეთი წითელი არ არის, მაგრამ მაინც ეტყობა რაღაცა სხვა ჯიშის კარტოფილი და სიგემრიელი არა აქვს და ჩვენი კარტოფილი უკეთესია და შეწუხათ ჩვენი ეზოსი უფრო კარგად იწვევს.
ის მოცულობით დიდია, მაგრამ არ არის გემრიელი კარტოფილი. ძალიან ცუდია მასეთები. მოკლედ ასე რა, გუშინ წინ იყო რომ შეწამლენ სოფელი, მithumam ფაროსანას გამო. ესე იგი წელ ამ ზაფხულიდან ჩასულით უკვე მეორეჯერ შეწამლენ. ხელაშუალეთი გააკეთეს. წესით ძალიან ბევრჯერ შეეწამლათ, რომ არ ყოფილიყო ფაროსანას დიდად ვერ ერევა, მაგრამ მაინც მაგისთვის წამლიან და სამაგიეროდ თუ ხშირად შეწამლიდენ არ იქნებოდა კოկოები, არ ეყოლებოდა ძაღლებს წყილები. ეგ უფრო მაგენს უფრო ერევა, წყილს და რაღაცას უფრო აკრავს. ადრე როცა მასიურად და ხშირად იწამლებოდა სოფელი მაგიმით არა, წყილიც არ იყო, კოყოც არ იყო. და რაღაცა ამ საფხულს სულ ორჯერ რაღაცა იმ ხელაშუალეთი გააკეთეს, რომ ვერაფერს ვერ იზამს ეგში წამო. წყილები ძაღლებს ლომატყავს, წამალი არაფერს არ უშვება, უყიდეთ რა თქმა უნდა, ვეტაფიაქში, მაგრამ არაფერს არ შვება. და კოღოებიც კი იყო ამდენ ხანს და არი კიდე ეგერაგა შემორჩენილი. ფაროსანებიც კარგად არის სხვათა შორის. მე მეორე პარტია მაყვალე რომ შემოვიდა, ვეღარ მოვყიდე ხელი. კარგად ეს კაები იყო ხალხო, მაგრამ გამიფუჭა ეს არის წვრილი მაყვალი, უფრო გემრიელი, აი იმაზე მეტი გემრიელია დიდი ჯიშის მაყვაზე. ეგეც უეკლოა, მაგრამ ეგ კიდე სხვანაირია და კაია თლად და მიფუჭებს უკვე მე რამდენი წელია ფაროსანა მიფუჭებს. იმდენი იყო შესეული ამ კაი მაყვლებზე, იმდენი რომ თვითონ მაყვალს ქონდა საშინელი ფაროსანა სუნი. მე ის არის მავნებელი, ადგინდა ისაჭვილად მოგწამა. ზორა კაები იყო და აღარ მოვიდე ხელი არც მომიკრებია, ზედ ჩამოხმა ეგე ჩირები ვითარ. იმდენი გაესწია ზედ რომ რა ვიცი. საშინელი ის ფაროსანა სუნი ქონდა. ძალიან ბევრია, ძალიან, რა ვიცი, რაღაცა კინკლა იქნება, გამოუშვებ თუ ასე მოსკოვს, სად არის, არ ვიცი კინკლა. არ ჩანა და ფაროსანები εν რაოდენობითაა გამრავლებული. ატმები გააფუჭა აგერ. ჩამოვწყვეტი ვნახავ მეთქი და იმდენი დამეცა ზურგზე ხიდან ფაროსანები, რომ რა ვიცი, უშველებლებთა. ადამიც აღარ ვარგა, კვიანზე დამწიფთა. ჯერ ისედაც ჭიანია, ეგენი ამოსარჩევია. ზოგი კარგია, ზოგი ცუდია, მაგრამ ფაროსანებს უნდა ყოფა, მაგან ჭია უჩდება ისეთია ტამირავანი და მაინც. თუ უკვე დაი შემწიფთაფსიო დამთავრებულია ჭია ჩაუშვდება, ცოტა მაგარი როა იმ პერიოდში უნდა ისქნა. მაშინ არის კარგი. მე მიყვარს მაგარი ატმების არის საჭირო, ძალიან რბილები და ისინი არ მიყვარს. ატმებიც გააფუჭა თავის თავად, მსხალი გაგვიფუჭა ზურგში, კარგად ესხა. მეორე რაღაცა წყლიანი მსხალი არ ვიცი ხას რაფია, მაგრამ აი ისე იყო დაკბენილი მსხლები, ისე იყო დაუბედურებული, რადგან რომ მათ ესხა, მაგრამ დაკუჭული იყო. ეს არის საწამლა, იმას ვერ შეჯა. ეთას ცოტა მკუხი პომიდორი შეკრიფა დედი კონფუშინ და ბანკებში ჩააწყო და აჭრაუღოთ. ცოტა სხვანაირად გააკეთა. ნახავ ასე როგორი გამოვა. რამდენიმე ბანკა, პატარა ბანკებში ისქნა ჩავდა. პომიდორი ცილება უკვე. ეთას რა. ზუბრის ბავშვი დიდ. რაღაცა ხმაურობს თავისებურად აქის, რა კარგი. გოგო ბავშვი მაინც კაი, საყვარელი. ჩავედი დაბლა. ადრე ქვემჩვევა მქონდა, არ ვიცი რატომ ის ნალექიანას კარგად მოვანჭროთ, იმის ნალექიანას ვამბ, კიდევ კაი მივიშერო მაგრამ. რამას მევდა მეთქი ახლა რო ვფიქრობ, რამას მევდა მის ნალექიანა იმის. მაშინ ყავა უფრო გემრიელი იყო და რა ვიცი ნალექიც ხონდა, აი მე უგემრიელესი ყავები მომდიოდა ლამბადა რო იყო. ის იყო რა ვიცი, 1000 ჯერ მაგნად თქვი შეუფასებელი ყავა. დასაფქვევი ყავა რომ მოდიოდა პაჭკები.
საფრთხობს ხოვნილობდი, მეზობლები შეკრული მყავდა, ვისგან არ ვთხოვნილობდი. რა თქმა უნდა, რომ დავაფრთხებდი ახლა მას რო სჭირდებოდა, მე ვუტოვებდი ერთი-ორი ჭიქის დასალებს. წავედი და ვშიდობიანდილა ყველას. ეცდები კიდე რამე გადავიღო და მოვიდე. ყველა კეთილად იმას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. უმცროსი და უზრუნველსესი მადლობა ჩემო კარგებო. ყველაფრისთვის. აბა დროებით.